რუსეთი თავის უფლებად მიიჩნევს გამოიყენოს იარაღი და დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტებს, რომლებიც უკრაინას საშუალებას აძლევენ თავისი წარმოებული შეიარაღება რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ. კრემლი დასავლეთს ემუქრება. ასეთ პირობებში სპეციალური საომარი ოპერაციის მიზნების მიღწევა, უკრაინის დელიმიტარიზაცია და დენაციფიკაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ასე შეაფასა ტრამპის ულტიმატუმი ზახაროვამ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ რუსეთს გაფრთხილება მისცა, რომ თუ კრემლი 50 დღეში უკრაინასთან ზავს არ დადებს, მოსკოვსა და მის პარტნიორებს ტარიფებს დაუწესებს, უკრაინას კი უახლეს შეიარაღებას მიაწვდის. ექიმების ინფორმაციით, გონიოში მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ექიმები ამბობენ, რომ დაშავებულ 30 წლამდე კაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვები აღენიშნება. ადიგენის მუნიციპალიტეტში 35 წლამდე კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ-მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. გამოძიების ინფორმაციით, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. ბრალდებულმა ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმა.